პასაცია სტუდენტური ხმა ვაპროცესებს დღევანდელ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ხდება პოლიტიკური ნიშნით დაკავება ჩვენი აქტივისტების, დათო ფაცაცია და ლაშა მესხია კონკრეტულად დააკავეს, მიუსაჯეს 40-დღიანი ადმინისტრაციული სარჯელი და არავინ არ გავჩერდებით, მანამ არ გამოუშვებენ თითოეულ პატიმარს. ჩვენ გახლავართ ორგანიზაცია სტუდენტური ხმა, როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პოლიტიკური პატიმრის ძმა, ალეკო ფაცაცია არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ლიდერი, რომელმაც დააფუძნა ეს ორგანიზაცია და რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში დათო არის ჩვენი მეგობარი და მე ამას არ ჭირდება ლაპარაკი, რომ იგი არის უკანონოდ დაპატიმრებული. როგორც მოგეხსენებათ, ჩარშან 26 მაისის ღამით მხოლოდ დავით ფაცაცია იყო ის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტს რუსთაველის თეატრში შოკოლადით გამომასპინძლა, ეს ფაქტები ყველას კარგად გვახსოვს და რა თქმა უნდა, პოლიციას მე როგორც ხვდები და ზოგადად სტრუქტურებს დათოზე აქვს უბრალოდ როგორ ვთქვათ, აი ჯინი რო ის უნდა იყოს ყოველთვის დაპატიმრებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ თავისუფალი სტუდენტები და მე პირადად სტუდენტური გაერთიანება ქართულის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ჩვენ მთელი სტუდენტობა დავდექით ხეთ გვერდზე იმის რომ დაუდგეთ დათო ფაცაციას და ლაშა მესხიას, ქართული ოცნების ახალგაზრდობის წარმომადგენლებს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია როგორც იცით, რომ შეშლილობა დაიწყო ესეთ ლაშა მესხიამ ამ ქვეყანაში, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია არანაირი ხელისუფლებას ვაიზროთ კანონიერების ფარგლებში ჩაჯდომა, ჩვენაც ვფიქრობთ უკვე იმაზე, ხომ არ მიმართოთ შიმშილობის გზა. იმიტომ რომ სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია, ჩვენ მეგობრებს, ჩვენი მებრძოლებს, რომლებიც მართლა ქართველი ხალხის გვერდში დგას და ეწინააღმდეგება აი ამ ურჯულოებს. აი ამ ბიჭებს ჩვენ გვერდში ვუდგებით. ჩვენ სტუდენტები, თესეუ სტუდენტები, გპ-ის სტუდენტები და ასე გავაგრძელებთ ბოლომდე. დავით არ კანონის ძალით ისინი არ დაუპატიმრებიათ, მათ არ დაურღვევიათ კანონი. ეს არის უსამართლობა, უკანონობა. ჩვენი ქვეყანა უკვე ძალიან დიდი ხანია ითქმის ამ უკანონობას, მაგრამ ეს იქნება ბოლო პოლიტპატიმრები იქნებიან ისინი საქართველოში. ახალგაზრდობის კანონა მოშაშეს საქართველოდან. რამოდენიმე საათის წინ ლაშა მესხიამ დაიწყო შიმშილობა გორის წინასწარ დაკავების იზოლატორში. ჩვენ რამოდენიმე ადამიანი გადავწყვიტეთ და უერთდებით ლაშა მესხიას, ჩვენ ვიწყებთ შიმშილობას და ვიქნებით რა, იქამდე სანამ არ გაანთავისუფლებთ ამ უკანონო დაპატიმრებულ პატიმრებს, დავით ფაცაციას, ლაშა მესხიას და უამრავ ადამიანს კიდევ, რომლებიც აი დღეს გუშინ წინ დაიჭირეს არაფრის გამო, აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩამოაცილოთ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას, იმიტომ რომ აქტიური ადამიანები არიან, 6 ადამიანი ვიწყებთ შიმშილობას, განთავისუფლებულ უკანონო დაპატიმრებულ პატიმრებს, მანამდე გავაგრძელებთ შიმშილობას.